მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 30 აპრილი. მოგახსენებთ გუშინდელი ჩატარებულ მასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ და დღევანდელ მასთან დაკავშირებით მოგახსენებთ პროგნოზებს რა როგორ იქნება. დავიწყოთ ჩემო მსმენელებო, ჩემო საყვარელო ხალხო, იმით რომ სეჯემელმა მინიმალური ანგარიშით მოიგო 0-1 არსენალთან. მე არსენალი ძალიან გააქტიურდა და არსენალისკენ გადავიდა ბურთის მფლობელობას შეტევები და მომენტები უფრო არსენალი ქნინდა მომენტებს, მაგრამ ერთი გოლი გაიტანეს, მაგრამ გადამოწმდა ვარის ოთახში და არ ჩაითვალა. აქ რა თქმა უნდა მერე არც დაკლებულა შეტევები, მაგრამ პარი სენ-ჟერმენმა თითქმის საერთო ჯამში თანაბარი თამაში იყო ჩემო არხის მაყურებლებო და რა თქმა უნდა აქ მხოლოდ და მხოლოდ არაფერი არაა დასრულებული, გაიკვება ყველაფერი შემდეგ მატჩში, რომელსაც შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ. ახლა კი მინდა კერძო შევეხო დღევანდელ მატჩს. 30 არის დღეს, კიდე ერთხელ გამოვდები 30 აპრილია. დღეს კი ბარსელონა ხდება ინტერს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ექნება და 2019 წლის მერე ჩემო მსმენელებო და ჩემო საყვარელო ხალხო, ბარსელონა არ ყოფილა ნახევარფინალში ლივერპულთან მახსოვს ძალიან კარგად. 0-3 ქონდა მოგებული და გადაწყვეტილი იყო თითქმის საქმე. ბარსელონამ საკუთარ სახლში მოუგო, მაგრამ ამას საკმაოდ საკმარისი არ ამოჩნდა, რომ ლივერპულმა ძალიან მაგარი მატჩი ჩაუტარა გასვლაზე. ლივერპულის სახლში ამჯერად 0-4 გამარჯვება და ბარსელონა დარჩა ჩემპიონთა ლიგის მიღება. ეხლა მე მინდა ჩემო მსმენელებო ახალი ამბავი გაგაცნოთ. როგორც ვიცით, ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ახალი წესები შემოდის ნელ-ნელა. 15 წუთიანები ტაიმები აღარ იქნება საჭირო და მე მგონი ამაზე მსჯელობა მიდის და ფიქრობენ ფიფაში, რომ პირდაპირ 11-მეტრიანები იყოს და ეს ჯერჯერობით მსჯელობა მიდის ამასთან დაკავშირებით და ჩემო მსმენელებო, თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი, რათა